მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ჯაბაზარქუა, გასტროენტეროლოგი. დღეს მინდა გესაუბროთ კუჭის ვენის სეკრეციაზე და კუჭის ვენის შესახებ რაღაცეებს ცოტა ისეთ რა, დავალაგოთ პაციენტისთვის საჭირო ინფორმაცია. სამწუხაროდ ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა არის ჩემთვის არა, მე ძალიან მაინტერესებს ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ საყვარელი თემა არის შარლატანებისთვის, აფერისტებისთვის, რაღაცა Facebook, ვიღაცა ინფლუენსერებისთვის, ვიღაცაებისთვის, რომლებიც ადამიანებს ტვინს ურევენ, კუჭის ვენი მეტი გამომუშავდა, ნაკლები, ჰიპოაციდური, ჰიპერაციდური, მოკლედ, აი უაზრო ბუღალტერიას ტენიან ამ ხალხს რა. მინდა გესაუბროთ კუჭის ვენის შესახებ, აი რაც ჩვეულებრივ ადამიანს არაიქიმ შეიძლება ჭირდებოდეს, მაგდონის რაღაცა ფაქტები განგანათლოთ რა, რომ ტვინში ჩაჯდეს მე რა ყველაფერი კარგად, რომ ზედმეტად არ დაიბნეთ, იმიტომ რომ ზედმეტი დაბნეულობა იწვევს ზედმეტ ჩფოთვას და ზედმეტ მე ჩივილს კუჭისას. მაშასე კუჭისში ყველაფერი ზოგადად ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი ძალიან დაბალანსებულია რა. ასე უაზროდ და თავისით მიგდებული არაფერი არ არის. აქ არის დაბალანსებული არის აგრესორები და დამცველი მექანიზმები. აგრესორი არის ეს თვითონ ეს კუჭის ვენი რა, რომელიც ძალიან მჟავა გარემოს ქმნის. ანუ აკუმულატორის ბატარეის მსგავსი მჟავიანობა კუჭია, როგორც გვეუბნებიან. და ანუ რა თქმა უნდა კითხვა ჩდება, რომ ასე მჟავიანობა რანაირად არ გვაზიანებს, ხო ჩვენ? არ გვაზიანებს, იმიტომ რომ კუჭის შიგთავსა და კუჭის უჯრედებს შორის არის ნივთიერება, რომელსაც ქვია კუჭის ლორწოვანი გარსი, მარტივად რო ვთქვა, სქელი, ტუტე ნივთიერება, რომელიც მჟავას ანეიტრალებს. და ეს ლორწოვანი გარსი უჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი კუჭი არ დავიზიანოთ. და როდესაც კუჭის ლორწოვანი გარსი მცირდება ხოლმე, მაშინ ნორმალური რაოდენობით კუჭის ვენმა შეიძლება დაგვაზიანოს. და ლორწოვანი გარსის შემცირებას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იცით რა იწვევს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ტკივილგამოყუჩებელი ძამნები. ტკივილგამოყუჩებლები კუჭის წყულს სწორედ ამიტომ იწვევენ, რომ ამ ლორწოვანი გარსის გამომუშავებას ამცირებენ. კუჭის ვენი ნორმალურადაც გამომუშავდება, მაგრამ ეს უბრალოდ დამცველი ლორწოა, ნაკლები და ზიანდება მერე უკვე კუჭის ვენი. კუჭი აგრესიული გარემო იმისთვის არის, რომ ეს ტყუილად არ არის აგრესიული გარემო. კუჭი აგრესიული გარემო საჭირო არის ნივთიერებების დაქუცმაცებისთვის. ხორცის ნაჭერს რო გადაუძახებთ კუჭში, ეს ხორცი ძალიან მარტივად სანამ კერძის მომზადებას დავიწყებთ, რომ ხორცი უნდა დავამუშაოთ და საკვებით ნებისმიერი პროდუქტი რომ უნდა დავამუშაოთ, ზუსტად იგივე საკეთებს კუჭი. ხდება, შეგიძლიათ მისი მუშაობა წარმოიდგინოთ როგორც სეკატორის ფუნქცია რა. ამ პროტეინებს, ცილებს, შლის, აკუცმაცებს პეპსინთან ერთად. პეპსინის მუშაობისთვის სჭირდება მჟავა გარემო და ისინი ერთად მერე მჟავა და პეპსინი ერთად იწვევენ ამ კუჭში ჩასული სხვადასხვა ცილების დაშლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ ეგრევე თუ გადავა დაუშლელად წვრილ ნაწლავებში ნივთიერებები, მათ შორის ცილები, მე როგორ ორგანიზმი მათ წესიერ ვერ აითვისებს. ასევე ამ კუჭის პროცესირების შედეგად კუჭში ჩასული საკვები ნივთიერებებიდან გამომუშავდება სხვადასხვა ნუტრიენტები უკვე. რკინა გამოთავისუფლდება, კალციუმი გამოთავისუფლდება, B12 გამოთავისუფლდება. ეს ყველაფერი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნუტრიენტებია, რომლებიც გვჭირდება მე რა ქვემოთ რო უკვე შეიწოვოს და ასე პირდაპირ რა შეიწოვება ჯერ თუ არ გამოთავისუფლდა საიდანვე რა. და პლუს ამას მთავარი ფუნქცია რა დეზინფექტორის, დეზინფექტანტის, რომ კუჭის რაღაცა უაგრესიული სავაგარემოში ძალიან ცოტა ბაქტერია, რომელიც ძლებს ერთ-ერთ საძაღელ მათგანზე ვისაუბრებთ მომდევნო სლაიდებში ორ სიტყვას ვიტყვით. ასე რომ უმეტესობა ბაქტერიებს ის ანადგურებს. მოკლედ, კუჭის ვენის აგრესიის არ შეგეშინდეთ. ბუნება ჩვენზე ჭკვიანია და გათვლილი აქვს ეს ყველაფერი და ევოლუციურად მჟავე კუჭის ვენი ტყუილად არ გვაქვს, გჭირდება ის. ამიტომ კუჭის ვენსაც ტყუილად უნდა ვაქვეითებთ რა. კონკრეტული მიზეზი თუ არა გვაქვს ამის, იმიტომ რომ კუჭის ვენის ტყუილი და ხანგრძლივი დაქვეითებით სხვა საფრთხეები შეიძლება დაგვემუქროს. მათ შორის ნაწლავური ინფექციების რისკი გავზარდოთ ძალიან. ეხლა კუჭი მინდა დავყოთ ორ ფუნქციურ ერთეულად რა. ფუნქციური ერთეული ნიშნავს, აი მაგალითად კუჭის ზედა ნაწილში, უდიდეს ნაწილში რა, აი აქ უნდა ხდებოდეს კუჭის ვენის გამომუშავება და ნივთიერების პროცესირება. და ეს ქვედა ნაწილი უკვე ახლოს რაც არის თორბედგოჯა ნაწლავთან. არის სენსორული ზონა ერთგვარი რა, პილორული ნაწილი. სენსორული ზონა იმიტომ რომ ეს რა ხდება ზემოთ და გამოიმუშავებს სხვადასხვა ნივთიერებებს, რომლებიც ზემოთა მუშაობის ტემპს ცვლიან ხოლმე. ერთ-ერთი მთავარი მაგეთი ნივთიერება გასტრინი არის, თუმცა არა მარტო გასტრინი. ვიტყვით მაგას ცოტა მოგვიანებით და ამიტომ აქ აღარ გავჩერდები. მოკლედ ეს არის ოქსინტური ზონა,
რაც თქვია ქარხანა შეიძლება წარმოიდგინოს, სადაც კუჭის წვენის გამალებული გამომუშავება მიდის. და ქვემოთ არის სენსორული ზონა, რომელიც ამას აკვირდება რა და პროცესი როგორ მიდის, იმის მეთვალყურეობას წევს. კუჭის წვენის გამომუშავებელი უჯრედები არიან პარიეტული უჯრედები. ეს პარიეტული უჯრედები აი აქ არიან ძალიან უხვად განლაგებულები რა. ძირითადი მასა არის ამ პარიეტული უჯრედების. და პარიეტული უჯრედები რაღაცა უნდა აღაგზნონ. მაგრამ ნორმალურ შემთხვევაში ძილი უყვართ წინავთ არიან თავისთვის. მაგრამ რაღაცეებმა იმათ უნდა შეუჩიჩქინონ. ეს რაღაცეები არიან სამი გზით შეიძლება ამ პარიეტული უჯრედების აგზნება. ერთი არის ნეიროკრინული გზა, ერთი არის პარაკრინული გზა, ერთი არის ენდოკრინული გზა. ნეიროკრინული ნიშნავს, როდესაც ნევრმა აღაგზნო კუჭის მჟავის გამომუშავებელი უჯრედები. აი ასე ერთ-ერთი კავშირი ნერვულ სისტემასა და კუჭს შორის. როგორ ითარგმნება ნერვული იმპულსები, ელექტრული იმპულსები ქიმიურ ნივთიერებებად რა. აქ ერთ-ერთი მაგალითი ეს არის. ეს აცეტილქოლინი, ერთ-ერთი მედიატორი, ცტომილი ნერვი, მოკლედ დაუკავშირდა ენტერულ ნერვულ სისტემას და ენტერულმა ნერვულ სისტემამ ამ მედიატორის წყალობით პარიეტული უჯრედების ზედაპირზე იპოვა თავისი, ასე ვთქვათ, კლიტე და შეუერთდა იქ და აღაგზნო პარიეტული უჯრედი. და ანიშნა, რომ მიდი, დაიწყე საქმე, დაიწყე კუჭის წვენის გამომუშავება. მეორე ასეთი ნივთიერება არის ამასა ნეიროკრინული გზა, რომ ნერვული სისტემის გამტარობით რო ხდება კუჭის წვენის მუშაობის გააქტიურება, კუჭის უჯრედის, პარიეტული უჯრედის მუშაობის გააქტიურება. არის ასევე პარაკრინული გზა. პარაკრინული არის რაღაცა მეზობელთან გადაძახილი. პარაკრინული გზის დროს ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედები, ECL უჯრედები გამომუშავებენ ჰისტამინს, რომელიც ერგება პარიეტული უჯრედების ერთ-ერთ კლიტეს და აღებს მას და იწყებს ანიშნებს ამ უჯრედს, რომ არიქა დაიწყე საქმე. ეს ECL უჯრედები ნეიროენდოკრინული უჯრედებია და განთავსებულები არიან სწორედ ამათ სიახლოვეში რა, კუჭში, აი იმ ქარხანაში. და არის ჰორმონული გზა, ენდოკრინოლოგიური გზა რა. ეს უცოტა უკუღმართი გზაა. ეს უჯრედები, გასტრინის გამომუშავების G უჯრედები, რომლებიც არის ცოტა ქვემოთ იმ სენსორულ ზონაში, აი აქ. და რო გამომუშავდება ეს G უჯრედები, ასე ეგრევე კი არ გადადიან ზემოთ. სისხლში გადადიან და სისხლიდან მერე უერთდებიან პარიეტულ უჯრედებს. ნახულობენ მათზე თავის კლიტეს და ეუბნებიან პარიეტულ უჯრედს, რომ აჰა, მიდი, დაიწყე შენი საქმე. აი ეს სამი რაღაცა ჭირდება კუჭის პარიეტულ უჯრედს, რომ ის აღიგზნოს, დაიწყოს მუშაობა, გამოიღვიძოს, ეს უფრო სწორი აღწერა იქნება, ასე ვთქვათ, მისი პარიეტული უჯრედის მუშაობის დაწყებისა და დაიწყოს შეუდგეს საქმეს რა. ამის შემდეგ უკვე აქ ერთი ის მინდოდა და მეთქვა რა პაციენტებისთვის კიდევ ცალკე გამოყოფილი, რომ ჰისტამინ 2 რეცეპტორის ანტაგონისტები ფამოტიდინი, რომელსაც დღესაც იხმარება მეცნიერში ხშირად, ამიტომ არის უფრო ნაკლებად ეფექტური ვიდრე პროტონი ტუმბოს ინჰიბიტორები. პროტონი ტუმბოები არის თვითონ უკვე პარიეტული უჯრედის ის ნაწილი, საიდანაც უნდა გადმოისხას კუჭის წვენი. მისი დაბლოკვა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე მისი კლიტეების დაბლოკვა. იმიტომ რომ ყველა კლიტას ვერ დაბლოკავდა, ეს ჰისტამინ 2 რეცეპტორის ანტაგონისტი მარტო ამას ბლოკავს. და ნეიროკრინული გზა და ენდოკრინული გზა პარიეტული უჯრედის გამოღვიძებისათვის მაინც არსებობს რა. ასე რომ ფამოტიდინი ნაკლებად ეფექტურია ვიდრე პროტონი ტუმბოს ინჰიბიტორები. თუმცა მას თავისი როლი მედიცინაში აქვს. ეს ახლა ვთქვით პარიეტული უჯრედების გამომღვიძებლებზე, მაგრამ არის ვიღაცეები, ვინც უნდა უთხრას, რომ გეყოფე ხა მუშაობა წაცახში დაიძინე. აი ეს ვიღაცეები არის D უჯრედების მიერ გამომუშავებული სომატოსტატინი, ერთ-ერთი ნივთიერება. D უჯრედები მოფენილია თორემ წყალშიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო დიდი ღირებულება აქვს კუჭის D უჯრედებს, რომლებიც გამომუშავებენ, რომელიც არის ანტრუმშიც, აქაც არის და აქაც არის. აქ ისე რა, უფრო მეტი არის აქ ანტრუმში. და ეს D უჯრედები გამომუშავებენ ამ ნივთიერებას, რომელიც არის მუხრუჭი, რომელიც ეუბნება ამ კუჭის პარიეტულ უჯრედებს, რომ გეყოფა, მეტი კუჭის წვენი აღარ გჭირდება, მორჩა, მუშაობა დამთავრებულია რა. თვითრეგულირებადი სისტემაა რა და ძალიან ჭკვიანური. ჟავა მოიმატებს, სომატოსტატინი გამომუშავდება, ჟავა შემცირდება, გასტრინი გამომუშავდება, ჟავა მოიმატებს, სომატოსტატინი გამომუშავდება და ასე მიდის ხოლმე ეს პროცესი რა. ასე მარტივი არ არის, კიდევ მილიონი მოთამაშე შემოდის და მაგასაც ვახსენებთ. ეხლა კუჭის წვენი, კუჭის პარიეტული უჯრედი მორჩა, აღიგზნო უკვე, გამოიღვიძა და წავიდა სამუშაოზე რა.
თავარი ხა მისი ასე ვთქვათ მუშაობის ასე ვთქვათ გამოსავალი არის რომ ეს კუჭისვენი უნდა გამოუშვას გარეთ. ანუ ეს არ გეგონოთ რა ერთ ჩეხეთ შეიძლება ჩანდეს რომ არის მარტივი პროცესი ონკანი მოუშვიდა წყალი ჩამოასხადა. არ არის ეგ მასე რა. ოღონდ გარეთ როგორი სიმჭიდროვეა 4 მილიონი ერთთან არის გრადიენტი რა. ანუ ძალიან სიმჭიდროვეა გარეთ კუჭისვენის 0.8 არის ჟავანიფთიერებს რა 0.8 არის pH-ი. და აქედან ხა პარე ერთმა უჯრედმა უნდა გამოტენოს იქით თავში ხა რამდენი სითხე უნდა დაეტიოს ხო ერთ იმაში რა ერთ უჯრედში. იმასთან შედარებით რაც მთელ ორგანოში იქნება, ხო? ხო და ამ სიმჭიდროვეში ამ კუჭისვენის გამოტყორცნა ძალიან ხარჯიანი საქმეა რა. ძალიან ხარჯიანია. ხო, მონელება საკვები ზოგადად ხარჯიანი საქმეა რა, დიდი ენერგეტიკული ამბავია. ამ დროს ანუ დაახლოებით აი რას მეტაფორა შემიძლია მოვიტანო, იცით? აი სადრო კარს გააღებდა შეხვალ ცარიელ ოთახში და სად კარის გაღება და შესვლა რო გიწევს ოთახში, რომელიც გატერილია ხალხით. ხალხით არის აი კარს ვერ აღებ უკვე რა, ჩოჩქოლია და გინდა დიდი ძალისხმევა რომ ჯერ ეს კარი შეაღო რამენაირად და მერე შეეტერო ოთახში. აი ეს ძალისხმევას განაპირობებს ქარხანა უჯრედში და რომელსაც ქვია მიტოქონდრია. მიტოქონდრია არის უჯრედის ნაწილი, რომელიც უჯრედებს აქვთ ზოგადად, მაგრამ კუჭის უჯრედებს ძალიან დიდი მიტოქონდრიები აქვს, იმიტომ რომ დიდ ნაწილზეა მათი მიტოქონდრიები განლაგებული, იმიტომ რომ კუჭის და უჯრედის პარიეტული უჯრედის დაახლოებით 30-40% თურმე არის მიტოქონდრია. ანუ მესამედზე მეტი უჭირავს ქარხანას. იმიტომ რომ ამ ქარხანა უნდა გამოიმუშაოს ATF-ი. ATF-ი არის ერთ-ერთი ვალუტა, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა გადაუხადოს ამ კუჭის პროტონულ ტუმბოებს და იმან უნდა სულ და ასეთი ხარჯიანი და ერთ შეხედვით არახარჯ ეფექტური საქმე უნდა აკეთოს. ერთი წყალბადი და H ქლორი უნდა გაუშვას გარეთ, სადაც ვთქვათ კალიუმი შემოვიდეს. წყალბადი გაუშვას, კალიუმი შემოვიდეს. წყალბადი გაუშვას, გაყვება წყალბადის ქლორიდი გაძვრება, ასე ვთქვათ, მასთან ერთად კალიუმი უნდა შემოვიდეს. ანუ ამ გრადიენტული სხვაობის გამო ეს ძალიან ენერგეტიკულად დანახარჯიანი პროცესია და ევოლუციურად ამიტომ განუვითარდა დიდი მიტოქონდრიები პარიეტულ უჯრედებს. საზღვრის მონელების სისტემის დაახლოებით ყველა მექანიზმი გავიგეთ რა გვჭირდებოდა კუჭისვენის გამომუშავებისთვის რა. ნახეთ რომ თვითონ კუჭისვენის ფუნქცია რა არის ეგ გავიგეთ. ნახეთ რა უჯრედები გამოიმუშავებს მას. ნახეთ ეს უჯრედები რითი იღვიძებენ, რა აცინებს მათ. ნახეთ სად არიან ისინი განლაგებულები. ეხლა ვნახოთ ფაზები დაახლოებით რა ფაზე ყოველთვის გამომუშავდება. ანუ ეხლა რომ ვლაპარაკობ, იგივენაირად გამომუშავდება კუჭისვენი როგორც საჭმლის ჭამის დროს სიტყვაზე. არა რა თქმა უნდა. ამ საჭმლის მონელება შეგვიძლია დავყოთ სამ ფაზად. ერთი არის ცეფალური ფაზა, ტვინიდან იწყება მონელება. მეორე არის კუჭის ფაზა, და მესამე არის ნაწლაური ფაზა. ცეფალური ფაზის დროს კუჭისვენის 50% გამომუშავდება აქ. ანუ იგრძნობთ რა ეხა ამ ვიდეოს მოსმენისას თქვენი სამზარეულოდან რაღაცა ჩაქაფულის სუნს და თან თუ გშიათ, აუცილებლად თქვენი კუჭი უკვე დაიწყებს კუჭისვენის გამომუშავებას. ნეიროკრინული გზით. ვაგუსის ნერვი, იქ აცეტილქოლინი და აი ამაზე გეუბნებით რა. აი მაიცად განახოთ. აი ამით. ცეფალური ფაზის დროს ეს არის წამყვანი, ასე ვთქვათ, მექანიზმი, რითიც პარიეტული უჯრედის გააქტიურება ხდება. ამიტომაც საკვების გაფიქრებაზეც კი უკვე გეწყებათ კუჭისვენის კუჭში რაღაცა პროცესები. მერე უკვე საკვები როცა ჩავა კუჭში, ხდება უკვე ამ კუჭისვენის გამომუშავება კიდევ უფრო იმატებს და შემდგომ უკვე როდესაც აღწევს თავის პიკს და როდესაც უკვე ეს კუჭში ბადლებული საკვები გადავა ნაწლავებში გამომუშავდება მთელი წყება ნივთიერებების ბევრი ძალიან, რომელიც ზედა ნაწილებში უკვე ამოდის, უკავშირდება სხვადასხვა უჯრედებს, მათ შორის D უჯრედებს. ან ადის ვაგუსთან და იმას უკავშირდება და ეუბნება, რომ მოდი შეამცირე შენი იმპულსები, რომელსაც კუჭს აწვდიო. ან D უჯრედებს უკავშირდება და სომატოსტატის გამოაყოფინებს და ეუბნება, რომ მოდი კუჭის მუშაობა ცოტათ შეაფერხე და კუჭისვენის გამომუშავება ცოტათ შეამცირეო. შინაარსი ისაა, რომ როცა საჭმელი ნაწლავშია, ზედა ნაწილებში მონელება უნდა გაჩერდეს. ანუ ზევათ უკვე მონელება და მუშა პროცესი ენერგია უკვე ყვებოდა საჭირო და აქ უკვე უნდა შეჩერდეს. ეს არის აი ფაზები რა დაახლოებით, რაციც იყო, რაც რაშიც მიმდინარეობს ამ ჩვენი საჭმლის მონელება. ბოლოსკენ მოდი ვთქვათ, როდესაც დარღვეულია ეს პროცესი, რა ვითარდება. როდესაც დარღვეულია ეს პროცესი, ვითარდება მთელი წყება დაავადებები, სხვა სპექტრია დაავადებების და აი ამას სამაგალითოდ მოვიტარე
სხვა ბექარიზმით მდიდარი დაავადებები, შავად დამოკიდებული დაავადებები. მაგალითად, რეფლუქსური დაავადება. რეფლუქსური დაავადების დროს კუჭისვენი ნორმალურად გამომუშავდება. უბრალოდ არანორმალურ ადგილებში ხდება დიდი რაოდენობით. მაგალითად, სიფსუქრის დროს, ან მწეველობის დროს, საყლაპავის ქვედა სფინქტერი არის მოდუნებული. მუცელში დაწნევა იზრდება სიფსუქრის დროს. და ამიტომ აწვება კუჭს და ეს ნორმალური რაოდენობით კი არის ეს მჟავა, მაგრამ ადის ზემოთ, იმიტომ რომ აწვება ზემოდან რაღაცა და ადის ზემოთ და ზემოთ საყლაპავი ხდება, საყლაპავი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ასეთ აგრესიულ ნივთიერებებს გაუკლავდეს. მას არ აქვს ისე თხელი, ლორწოვანი გარსი, როგორც კუჭს აქვს. ამიტომაც ის წარმოქმნის უფრო მალე ჩივილებს. გასტროპათიების დროს, გასტრიტი კიდევ ისე სახელია, პაციენტებს გავრცელებულია, მაგიტომ დავწერთ, რომ გასტროპათიებს უფრო ეძახიან ლორწოვანის ზედაპირულ დაზიანებებს, რა, როდესაც კუჭის ლორწოვანზე ჩნდება სხვადასხვა ტიპის ნახეთქები, იმიტომ რომ კუჭის ეს ლორწოვანი დამცავი გარსი შემცირდა, დაზიანდა და გაწვრა კუჭის უჯრედებთან უკვე ცდობა გზა გაყვალა კუჭის წვერმა. წყლულოვანი დაავადებები შემდეგ სლაიდზე ვიტყვი, ის გავწევ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს რა და როგორ იწვევს ამას. და ცოლინგერ-ელისონის სინდრომი არის სიმსივნე. როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ G უჯრედები გამოიმუშავებენ თქო გასტრინს, რომლებიც არიან გათავსებულები სენსორულ ზონაში კუჭის. მაგრამ ამ დაავადების დროს გასტრინის გამომუშავებელი უჯრედები კიდევ სხვაგან არიან. ანუ პანკრეასში მაგალითად, ან სხვაგან, სხეულის სხვა ნაწილებში და ისინი გამოიმუშავებენ კიდევ ექსტრა რაოდენობით გასტრინს. და კუჭი გამოდის, რომ სულ სტიმულირებულია და სულ გამოიმუშავებს მერე კუჭის წვენს დიდი რაოდენობით, რაც ჩვენი ორგანიზმი ვერ უმკლავდება. საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და თუმცა ძალიან სახიფათო. ჰელიკობაქტერიას ცალკე მინდოდა მეთქვა რა, მისი ვთქვათ ელეგანტური მექანიზმი, როგორ იწვევს ხოლმე ეს 12 გოჯა ნაწლავის წყლულებს რა. ჰელიკობაქტერიის ლოკალიზაციაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. ხშირად ჰელიკობაქტერია ვითარდება იმ სენსორულ ადგილებში რა, ანტრუმში, ქვემოთ, სადაც არის სენსორული ზონა. ეგ არის თავიდან ჰელიკობაქტერიის ინფიცირების ისეთი რა, საყვარელი ადგილი. და ნუ ძლებს ამ გარემოში რა, ამ ძიმემ შავი ამაზე ჰელიკობაქტერიაზე როცა ვილაპარაკებ, დეტალურად მაშინ გეტყვით უკვე რანაირად ძლებს და რაში გვჭირდება ეგ მექანიზმი, მაგრამ ეხლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილა თქვენი ყურადღება. ეს ჰელიკობაქტერია ამ სენსორულ ნაწილში მარტო G უჯრედები ხო არ არიან D უჯრედებიც, რომელიც გამოიმუშავებენ სომატოსტატინს. სომატოსტატინი კი არის მუხრუჭი ამ ჩვენი, ასე ვთქვათ, კუჭის წვენის გამომუშავების. აი ამ D უჯრედებს აზიანებენ ჰელიკობაქტერიის ნაწილაკები. და D უჯრედები რო ზიანდება, შესაბამისად ნაკლები სომატოსტატინი აქვს ადამიანს. ასე რომ ნაკლები მუხრუჭი აქვს კუჭის წვენის გამომუშავებას. ნაკლები მუხრუჭი რო აქვს კიდევ მეტი კუჭის წვენი ჩადის 12 გოჯა ნაწლავში და მეტად იწვევს წყლულებს 12 გოჯა ნაწლავისას ჰელიკობაქტერია. ამიტომ ჰელიკობაქტერია როცა აქ სახლობს 12 გოჯა ნაწლავში წყლულები ვითარდება ხოლმე საკმაოდ ხშირად. ზემოთ როცა სახლობს ვიქცევა სხვანაირი მექანიზმია. ზემოთ როცა სახლობს ჰელიკობაქტერია, პარემ თქვათ ეგეც, ანუ ეს არის ანტრომი. მე ახლა დაავდება თუ მიდის წლები გრძელდება ხოლმე, შეიძლება უკვე ზემოთაც აცოცდეს, მარტივად რო ვთქვათ რა. და ზემოთ ამ D უჯრედებს სხვანაირი ფუნქცია აქვს რა, თვითონ. ზემოთ D უჯრედების ფუნქცია არ არის მხოლოდ და მხოლოდ სომატოსტატინის გამომუშავება. ზემოთ D უჯრედები სომატოსტატინის გამომუშავებით კი არ აფერხებენ კუჭის წვენის გამომუშავებას, არამედ პირდაპირ მოქმედებენ პარიეტულ უჯრედებზე. და პირდაპირ მოქმედებენ ამით ახდენენ და პარიეტულ უჯრედებს და ECL უჯრედებზეც, რის ახდენენ ამ ჰისტამინის და კუჭის წვენის გამომუშავების შემცირებას. და აი მაგ ინჰიბიტორულ გავლენასაც ჰელიკობაქტერია უთრგუნავს. ზემოთ ეგ ხდება მოკლედ. ეხლა ფარმაკოლოგიური რა საშუალებები გვაქვს ამ კუჭის წვენის გამოყოფა რომ შევამციროთ. ხშირად გსმენიათ ხოლმე ალბათ ფამოტიდინი, ასეთი წამალი, ომეპრაზოლი, ნუ ძალიან პოპულარული წამალი გასტროენტეროლოგიაში. ჰისტამინ 2 რეცეპტორის ბლოკერები აგერ გადავატრიალოთ მარტივად. ჰისტამინ 2 რეცეპტორის ბლოკერები, ანუ ფამოტიდინი ბლოკავს ამას. ერთ-ერთ კლიტეს, რითიც შეიძლება კუჭის წვენის გამომუშავებელი უჯრედის, პარიეტული უჯრედის გამოგვიძება და საქმეში ჩართვა. ამიტომაც არის ის ნაკლებად ეფექტური, იმიტომ რომ ამ კლიტის გარდა სხვა კლიტეები თავისუფალ სტოვებს და თუ აცეტილქოლინი შეუერთდება ამ კლიტეს და გასტრინი შეუერთდება ამ კლიტეს, პარიეტული უჯრედი მაინც გაიგვიძებს მიუხედავად იმისა, რომ ჰისტამინის კლიტე დაკეტილია და დაბლოკილია. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ბლოკავენ აი ამას, თვითონ პროტონულ ტუმბოს, ამიტომაც არიან უფრო ეფექტურები. ის კლიტეები ამას უკნიდან აქვს რა და ეს გარედან უნდა წინიდან უნდა გამოვიდეს კუჭის წვენი.
აი საიდანაც უნდა გამოვიდეს კუჭისვენი, ამ პროტონულ ტუმბოს ბლოკავენ ჩვენი პროტონულ ტუმბოს ინჰიბიტორები, მაგალითად ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი და მისი ბიძაშვილები. და კალიუმ კომპეტენტური ტუმბოს ინჰიბიტორები, ვონოპრაზანი, რომელიც ეხლა დებციდია საქართველოში, მაგრამ იყო და ვიყენებდით კიდევაც პრაქტიკაში რა ვონოპრაზანს. ახალი თაობის ამლებია მშავიანობის კიდევ უფრო ძლიერი დამოქვეითებლები რა, რომელიც ძალიან მალე ყველაზე მალე იწყება ხოლმე მოქმედებას და საკმაოდ ისეთი მომავლის ამლებია რა, მარტივად რო ვთქვა. ეს კალიუმ კომპეტენტური ტუმბოს ინჰიბიტორები კალიუმის ტუმბოებს ბლოკავენ რა, კალიუმის ნაწილებს პროტონულ ტუმბოებზე რა. და ამით ახერხებენ მერე შემცირებას კუჭისვენის გამომუშავების. ბევრი შიში არა, ეხლა ამას შეიძლება ცალკე ვიდეოს ჩაწერა ზღირდეს. ერთ-ერთი ისეთი, ეხლა ხშირად ვახმარება წამლებზე, არც მიგურს, რომ ბევრი ტყუილ მართალი არის ხოლმე გავრცელებული და ლეგიტიმურიც არის უმეტესობა მათგანი. ერთ-ერთი გვახსოვდეს შემდეგი რამე რა. პროტონულ ტუმბოს მჟავიანობის დაქვეითება უაზროდ არ გვინდა. მჟავიანობის დაქვეითებას უნდა ქონდეს თავისი მიზანი, გაქვთ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს ეს მიზანი არის მჟავის ბევრი გამომუშავება ხდება თუ ნაკლები, ეს საერთოდ არ გვაინტერესებს იმისთვის, რომ კუჭი მჟავიანობის დამოუკიდებელი წამლები დავნიშნოთ. ფუნქციური დისპეპსიის დროს მაგალითად, როდესაც კუჭისვენის გამომუშავება შეიძლება იყოს ნორმალური, მაგრამ პაციენტს ტკიოდეს კუჭი და ეწოდეს, მაინც ინიშნება მჟავიანობის დამოუკიდებელი წამლები. იმიტომ რომ პაციენტის კუჭი ზედმეტგზნობიარეა იმ რაოდენობის მჟავაზეც, რაც აქვს. ასე რომ ზედმეტი შიშები არც გვინდა. არავის არ აინტერესებს მჟავიანობის შემამცირებელი წამლების გამოყენებამდე, რაღაცა მჟავიანობების ტესტირება და რაღაცების გაკეთება. ამ წამლების გამოყენება იმპერიულად, ანუ პირდაპირ შეიძლება, უბრალოდ რაციონალურობის ფარგლებს არ უნდა გავცდეთ არავითარ შემთხვევაში რა. და ოდნავ რაღაცა, ოდნავ წამლის გამოყენების ზღურბლი აუწიოთ ჩვენ თავს რა და ოდნავ რაღაცებზე წამალი არ გამოვიყენოთ, მით უმეტეს ხანგრძლივად. თუ დაუჯობია უწავლოთ, მაგრამ თუ საშველი არ არის, მაშინ გამოვიყენოთ წამალი. ძალიან ხანგრძლივი გამოყენების დროს მაგნიუმი B12 შეიძლება კონტროლად ღირდეს და პლუს ამას გვახსოვდეს, რომ ნაწლავური ინფექციები შეიძლება გამოიწვიოს ამ ხანგრძლივმა კუჭისვენის დაქვეითებამ. და ბოლოსკენ, რაც მინდა რომ მეთქვა რა, ბოლო სლაიდაც. ეს არის ერთი მესიჯი მინდა, გზავნილი მინდა მოვიტანო ამ სლაიდით თქვენთან რა, რომ კუჭის სიმპტომები, მჟავასთან ასოცირებული სიმპტომები, მაგალითად გულწმარო. ძალიან ხშირია რა, ახლა რავი, ძალიან ცოტა ადამიანი შეიძლება გვეგულებოდეს, ვისაც გულწმარო არ ქონია არასდროს ხო ცხოვრებაში. და ახლა ძალიან ხშირია ეს ჩივლები, ხა არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ექიმთან უნდა მივიდეთ. გვახსოვდეს, რომ რაღაცა სიტუაციებში ის ნორმალურია. რაღაცა ახლა რაღაცა სუფრის მერე, რაღაცა დალევის მერე, კუჭის წვა, გულწმარო, ეგ შეიძლება რამე განსაკუთრებულს არ მიუთითებდეს და არ საჭიროდეს ხა მაინც ექიმთან მისვლას. როდესაც ხედავთ, რომ ხა ჩივლები ხა მე გვაღვიძებს, ქრონიკულია, არ გვეშვება და არასდროს არ გამოგვიკვლევია, მაგრამ შინ კი ღირს ექიმთან მისვლა რა თქმა უნდა. და თუ ახლა მით უმეტეს ხედავთ, რომ ამ ჩივლებთან დაერთო წონის უმიზეზო კლება, შავი განავალი, სისხლიანი, შავი განავლოვანი მასებით, ან ჩვეულებრივი ღებინების ეპიზოდებიც, ან ოჯახური ისტორია გვაქვს დატვირთული კუჭის სიმსივნური დაავადებებით, რა თქმა უნდა, მაშინ ახლა ღირს ყველა ვარიანტში, არათუ ოჯახთან, არ ჩვეულებრივად ექიმთან მისვლა, არამედ მალე ექიმთან მისვლა რა. ეს იყო და ეს რის თქმაც მინდოდა თქვენთვის, ჩემი აზრით, ბევრს ვფიქრობდი ამ პრეზენტაციის ჩაწერამდე და არ მგონია, რომ რამე იყოს ისეთი, რაც რა ვიცი, დარჩეს, აი რაც შეიძლება აინტერესებდეს ადამიანს, არა გასტროენტეროლოგ ადამიანს, უბრალოდ პაციენტს კუჭისვენის სეკრეციის შესახებ. აი მეტი ინფორმაცია რა დაუძრა, სხვა დაავადებების ლაპარაკის დროს ამას შევეხებით კიდევ, სხვა ბრუნვებში მოვიხსენიებთ, მაგრამ აი მეტი ინფორმაციით ეცადეთ, რომ ტვინი არ დააბინძურებინოთ არავის, იმიტომ რომ უხშირესად გეკეკლუსებიან კუჭისვენის გამომუშავებაზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენ. იმ დღეს ვიდეო ნახე, რაღაცა გულწმარვა გამოწვეული არისო, ახლა გითქვით, ახლა ნორმალური მჟავიანობა უბრალოდ არასწორ ადგილას ხდება, მჟავა და მაგითია გამოწვეული თქო და უფრო რადიკალური ის ვნახე ვიღაცა აფტკიცებდა, რომ გულწმარო გამოწვეული არის, საერთოდ ნაკლები მჟავიანობით არისო გამოწვეული. ნუ ეფექტი რომ კიდევ რაღაცა კუჭისვენის რაღაცა გამომუშავებაზე და კუჭის ფიზიოლოგიაზე, აი არ მინდა უბრალოდ ახლა კიდევ ბევრი მომივიდა თავში, მაგრამ არ მინდა რაღაცა მნიშვნელობა მივანიჭო მათ რა და გაურთხილდით რა, მე რა სკანდალისტურად მოწოდებული ინფორმაციები შეიძლება ტყუილად ზედმეტად იღელვოთ, ასე რომ არ იღელვოთ ზედმეტად და
ალბათ თქვენიც გაუთხილდით თქვენ ჯანმრთელობას და გამოიწერეთ ჩემი არქივი, იმიტომ რომ აქ მეცნიერებას დაფუძნებულ ინფორმაციებს ყოველთვის ნახავთ ხოლმე რა და ამას ვაპირებ რომ გავაგრძელოთ და არ შევწყვეტო. კარგად.